მოგესალმებით ყველას, თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა შეკითხვით, უყვარხართ თუ უბრალოდ მისთვის მოსახერხებელი ადამიანი ხართ. ანუ მარტივად მოკვდავთ ენაზე, უყვარხართ თუ გიყენებთ. ნახოთ აბა, უყვარხართ თუ მისთვის მოსახერხებელი ადამიანი ხართ. ჩაიფიქრეთ ადამიანი. წარმოიდგინეთ მისი სახე, მათ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ნახოთ. უყვარხართ თუ მისთვის მოსახერხებელი ადამიანი ხართ. შვიდიანი თასები. იმპერატორი ქალი, თოარე, ათიანი კვერთხები, კოშკი, სამიანი კვერთხები, ათიანი პენტაკლები, ექვსიანი კვერთხები და 8-იანი თასები. არკანის სულელი დასტის ბოლოს. 4-იანი პენტაკლები და თასების რაინდი. ფრიად საინტერესო გაშლა გვაქვს აქ. აგერ არის 10-იანი თასები, 5-იანი თასები და 3-იანი, 4-იანი ხმლები. არკანის შეყვარებულები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს უყვარხართ. აქ არ არის მხოლოდ ის მდგომარეობა, რომ გიყენებთ ადამიანი, მაგრამ აქ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი, ან ჯერ ისეთი მოდი ვთქვათ, ვინ ხართ თქვენ მისთვის, თქვენ ხართ იმპერატორი ქალი. თუმცა პირველი ენერგია, რომლითაც დააიდენტიფიცირა თავი ამ პიროვნებამ და გრძნობები თქვენთან მიმართებაში, არის 7-იანი თასები. ასევე არკანი მთვარე. ანუ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანს თქვენ მიმართ კი ბატონო აქვს გრძნობები, თუმცა ამ გრძნობებში თვითონაც ძალიან აბნეულ-დაბნეულია. თუმცა ის ნამდვილად ზუსტად იცის, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ხართ დიდი მანათობელი ვარსკვლავი, ძალიან დიდი და რთული ტრანსფორმაციის შემდეგ. ან უბრალოდ იმ მომენტში გამოჩდით მის ცხოვრებაში, როდესაც იყო ეს კოშკის ენერგია, ნგრევა, უზარმაზარი, რამხელა იმას მიათრევს ძნას თუ რაც არის მოკლედ ზურგით, ანუ ძალიან რთულ პერიოდში გამოჩდით თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში და მიეცით ერთგვარი რაღაცნაირი სტიმული. თუმცა, ხო გეუბნებით, აქ არ არის ის მდგომარეობა, რომ ადამიანი გიყენებდეთ, კი ბატონო, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ არც ის მდგომარეობა არ არის, რომ გრძნობა, რომელსაც თქვენს მიმართ განიცდის, იყოს იმდენად მყარი, რომ ეს ადამიანი მომართოს აქტიური მოქმედებისკენ. აქ არის მოცემულობა, როდესაც 10-იანი პენტაკლები, 10-იანი თასები, ხო, ანუ 8-იანი თასები და არკანის სულელი. ანუ ამ ადამიანს თქვენ არ ეთმობით არანაირად, ანუ არავისთვის არ ეთმობით და არავისთან არ ემეტებით, ასე არავისთვის არ ემეტებით, მაგრამ სიტუაცია, რომელშიც ახლა ეს ადამიანი იმყოფება, არის მოლოდინის რეჟიმში. არის აი 4-იანი ხმლები სხვადასხვა დასტებზე სხვადასხვანაირად არის გამოსახული. აი აქ მაგალითად 4-იანი ხმლები, ხო? არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ელოდება შესაფერის მომენტს, ანუ ჯერ ვიცდი, აქტიურად არ მოქმედებ, შესაფერის მომენტს და კონკრეტულ აი რაღაც აზრს, იდეას, ან რაღაცა ჩანაფიქრს, რომელიც რადიკალურად შეცვლის იმ მოცემულობას, რაც ახლა არსებობს ან თქვენს შორის, ან კონკრეტულად თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში, ხო? ესეთი არის მისი ემოცია
თქვენ მიმართ. მოდი ახლა მაინც ვკითხოთ სხვა დასტით, კიდევ გადავაზუსტოთ. მიყვარს ხოლმე დაზუსტებები. უარხართ თუ მისთვის მოსახერხებელი ადამიანი ხართ. მეორე დასტით ვნახოთ. ეს დასტა რას გვეტყვის? ისევ სამიანი ხმლები დასტის ბოლოს. იქაც ხო ნახეთ რომ განმეორდა სამიანი ხმლები და აქაც მოვიდა არკანის სულელი. ამ ადამიანს უყარხართ, კი ბატონო, თუმცა ეს გრძნობა ჯერ ესეთი შეიძლება ითქვას რომ არის ანახალი დასაწყისი, ანამ გრძნობას კიდევ არაერთი წრთობა და გამოწრთობა და გამოცდა ელის წინ იმისათვის რომ დარწმუნდეთ თქვენი ადამიანია ეს თუ არა, მაგრამ გრძნობა ამ ადამიანის მიმართ, თქვენ მიმართ ამ ადამიანს ნამდვილად აქვს. თუმცა თვითონ ახლა ამ წუთას იმყოფება ძალიან ცივ ენერგიებში, იმიტომ რომ სხვა საფიქრალი აქვს, რეალურად სხვა საფიქრალი აქვს. წეღანაც აჩვენა და ეხლაც აჩვენა პენტაკლების რაინდი, ანუ აქ შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც ადამიანი იმყოფება რაღაც ან გზაზე, ან ახალი გზის დასაწყისში, ან ფინანსურად ეხლა იდგამს ფეხს და ჯერ არ არის იმ მოცემულობაში და უშუალოდ რომ რაღაცა კონკრეტული შემოგთავაზოთ. მის თავში არის მუდმივი ფიქრები, მუდმივად ატრიალებს სხვადასხვა სცენარებს და ამ სხვადასხვა სცენარების საშუალებით ცდილობს რომ რაღაცა კონკრეტულ დასკვნებამდე, გადაწყვეტილებებამდე და რაღაც ახალ დასაწყისამდე მივიდეს, იმიტომ რომ არკანის სულელი ორჯერ განმეორდა და ეს სულელის ენერგია ნიშნავს იმას, ტაროს იერარქიაში, ხო, 22 ენერგია ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა რაღაცა ცხოვრებისეული ეტაპი გაიარა, ჩახურა და ეხლა დრო არის რომ დაისტარტოს ახალი. მაგრამ ის რომ ახალი ეტაპი დაიწყოს, ამას სჭირდება შესაბამისი ჯერ ერთი ემოციურ ფიზიკური მზაობაც. და ეს ემოციურ ფიზიკური მენტალური მზაობა მოდის დროსთან ერთად, სიმწიფესთან ერთად, ხო? აი ეს არის ამის თქმა შეგვიძლია მოკლედ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, გამოყენებითი ენერგიები აქ ნაკლებად იგრძნობა, თუმცა სიტუაცია ჯერჯერობით სწრაფად განვითარებადი პროცესი ნამდვილად არ არის. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა, ვფიქრობ მოგეწონებათ, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ასევე იმედი მაქვს რომ რეზონირდება თქვენ სიტუაციაზე და ყველას გელოდებით კომენტარებში. ვნახოთ რამდენად რეალურია ის, რასაც გვეუბნება ტარო. დროებით.